სტუდიაში მოვწვიე ბატონი ლაშა მკელაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. პირველი სამეცნიერო სტატიის სტუდიის ავტორი, ერთ-ერთი აღერა მაქვს დამიდაჩვენე. და ასაკუთრებით შეთვის მასთან დღევანდელი საუბარი იქნება საინტერესო იმხრივ, რომ ეს არის ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი პოპულაციის მონოპოლიების და ესეთი თემების, რომელიც ძალიან აქტუალურია. ფოტოლაშა, იმას დავთვალე, პატარა შესავალს გავაკეთე. ძალიან. ხალხის საზოგადოების უმეტესობას სულაც არ აინტერესებს ბიუჯეტის პრობლემები, სულაც არ აინტერესებს სხვადასხვა საკითხები, აინტერესებს ფასი, პროდუქციის ღირებულება, რომ მიიტანოს სახში ბავშვები დამოუკიდებლოს და ოჯახი შეეყოს. თითქმის 3 თვე იმუშავა საპარლამენტო კომისიამ, მე მგონი, და რამე ხელშესახები დადო, ვფიქრობ, რომ ერთად ჩვენ მოდი ეს საუბარი დავყავოთ. მე რა ბევრი ესეთ საკითხებს ამოჭი, რომელიც მე მნაჩია სწორედ თქვენ შემიგამართთ და პლატონის არ იყოს მოსაზრებებს პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტი მეგობარია ეს მოსაზრებები გავუცვალოთ, ოპონირებაც გავუწიოთ ერთმანეთს, თუ კი ვერ დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს არც არ არის პრობლემა. ზოგიერთი გადაცემას კომისიის მუშაობისას უყურე, მაგრამ სულ არ ვიყურები და ვერც უყურები, იმიტომ რომ არ მიყვარს როცა მათყურები და თვალებში ნაცარს მაქვს. და ხდებოდი და ვზნობდი, რომ ეს კომისია არ არის მოწოდებული, ეს იყო ფორმალური, აი კაროჩკებს ვიზახდით ხოლმე, ფორმალურად, აი დროის გაწმენდის თუ რაღაც ამდაგმარის მიზნით გაკეთებული, იმიტომაც ვერ დადო ერთ საკითხი. გადაწყვეტა. განსაკუთრებით მოველოდი, რომ საუბარი იქნებოდა ფასების, მატების ისეთ პრობლემებზე, როგორც არის მონოპოლია და რომელსაც რასაც მე ვთვლი, რომ ნამდვილად არის ქვეყანაში მონოპოლია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ძევას საუბრობდი ჩვენ ამ შემოსვლამდე, რომ ჩვენ სოციალიზმიდან გადავედით კაპიტალიზმში. ჩვენში ირონიული სიტუაცია, იმიტომ რომ არავით არის კაპიტალიზმი ჩვენი ხარ არ აქვს. ჩვენ გვაქვს მონოპოლიური სისტემა, რომელსაც მე ხანდახან უწოდებ ხოლმე ფეოდალურს. იმიტომ მონოპოლისტი ჩემს თვალში ზემოგებას უიღებს და ასევით ასწევს და ამიქირებს ზემოგებას, ეს არის ჩემთვის ფეოდალი. და ეს ერთი საკითხი არ ყოფილა იქ ახალი თუ გამეპარა და სხვა გადაცემებში იყო, რომელსაც მე ვერ ვუყურე, ეს სხვა საკითხია. მე ეს ვერ ვნახე და ალბათ არ იყო, იმიტომ შედეგი დადგებოდა. და მეორე ფასებს აძლევს ზედმეტი ფულის გამოშვება. ანუ ეროვნული ბანკის საქმეა, ხო? არც ეს საკითხი არ ამგონი არ ყოფილიყო, რატო? და რატომ იწევა ფასები ცით? ჩემი აზრით. დიახ, ძალიან. იმიტომ რომ როდესაც გაბატონებულ პარტიას არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია, ის ხელოვნურად ხელფასებით ათასნაირი CPA-ები და რაღაცეები შექმნით, ცდილობს რომ მოხრევი მოიზიდოს და ამას ხო ფული ჭირდება და კი უნდა იყოს ეროვნული ბანკი პარლამენტის დაქვემდებარებაში, მაგრამ რეალურად 2-3 კაცი წვეთს და იქნებ ერთი კაციც ეროვნული ბანკს კიდაც გააკეთებს, როდის მოწამულებს როდის ამოიღებს და რაღაცა. მეგობარმა აგრეთვე ჩამოკრიჭა უწოდა კურსების თამას. კაი, ცოტა გამიგზელდა. არა, ვიცი რომ რაღაცეებში მეცინააღმდეგე ძალიან საინტერესოა. თქვენი აზრი როგორია? გასაგებია. პირველ რიგში უღრესი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პირიქით ძალიან კარგია ესეთი ღია დისკუსიები საკითხებთან დაკავშირებით. აქ ჩვენ აზრებს ვამბობთ და არ არის საუბარი იმაზე, რომ ბუნების კანონი აღმოვაჩინეთ, შეიძლება ჩვენ ვწვდებით რამეში და დისკუსია საერთოდ და ფართო წრეებში საუბარი სწორედ ამისთვის არის საჭირო, რაღაცებზე დასკვნებამდე მივიდით. მოდით ჩვენ თქვენი საუბარი გავყოთ ორ ნაწილად. პირველი თქვით, რომ ფასები აწუხებს და აქედან გამომდინარე შემდგომ მონოპოლიებზეც ვისაუბროთ. ნახეთ მონოპოლიებზე როგორც კი ბატონო, მაგრამ ჩემასაც გეტყვით ეს ფასები საიდან მოდის და მონოპოლიების ბრალია თუ არა, ხო? აი ნახეთ, ჩვენ როდესაც მარტო საქართველოში არა, სოფლიოში იწყებენ საუბარს, რომ ფასები უნდა ვარეგულიროთ, ეს წინასწარ განწირული არის, ესე ვთქვათ, კრახისთვის, დიახ? არასდროს არ მითქვია და არც ვიფიქრია, რომ ფასები უნდა ვარეგულიროთ, მაგალითად, პოლი უნდა ყიდდეს მაქსიმუმ 50 თეთრი და არა მეტი. მით უმეტეს გქონდა ამის მესმის კი. ეს გამოცდილება. კი. ფასების რეგულირება და ფასების შეცირებაზე არ არის.
მე გულისხმობ, რომ ფასები უნდა დადგეს იმ დონეზე, რომელიც გეტყვით, ნახეთ, თუ ანუ დავასრულებ, რომ შეიძლება იმას გულისხმობ, რასაც თქვენ საუბრობთ და შესაბამისად ავწეთ ერთმანეთს, ხო? არა, ჩამერიეთ, პრობლემა არ არის ეს, ნახეთ, ჩვენსაც ფასებს საუბრობთ. ეკონომისტებს ეს კარგად იცის, მაგრამ მე მინდა რომ მაყურებელსაც უთხრათ, ხო? ფასი სად დგინდება? ფასი დგინდება ბაზარზე გამყიდველს და მყიდველს შორის ურთიერთობის შედეგად, ხო? როგორ შეიძლება კომისიამ დაადგინოს, მე პირობითად ვამბობ, ეს კალამი რა ფასში შემიძლია ვიყიდო და გამყიდველმა რა ფასში შეუძლია შემოთავაზოს. ეს ხო ბაზარზე დგინდება. ჩვენ თუ თავისუფალ ბაზარს არ შევქმნით წარმოებას და ეკონომიკას, ფასი როგორ უნდა დავადგინოთ, ხო? მეორე არის, ნახეთ, როდესაც არა საუბრობენ, ესე ვთქვათ, ზედმეტ მოგებაზე და რაღაც მოგების მარჟებზე, როდესაც საუბრობენ. ბიზნესის არსი რა არის? ჯერ ვისაუბროთ ზოგადად, ესე ვთქვათ, ბიზნესის არსზე და შემდგომ რა იწვევს იმ პრობლემებს, შეიძლება სხვა რაღაცა იწვევს ამ პრობლემებს, ხო, ჩვენ ქვეყანაში და არა მონოპოლიები, ხო? ბიზნესის არსი რა არის? ბიზნესი ცდილობს მაქსიმალური მოგების მიღებას. ანუ მე რაც უფრო მეტ მოგებას ვიღებ, ესე იგი, უფრო სწორად გავთვალე რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, უფრო კარგად დავგეგმე და მაქსიმალური მოგება მივიღე. ეს თავისუფალ გარემოში, ხო? ნახეთ, თავისუფალ გარემოში, კონკურენციულ გარემოში, ხო? მონოპოლიებსაც ვილაპარაკოთ, როცა ეს ვთქვათ, მივალთ მანამდე, ხო? ანუ ესე იგი, მე კარგად ვგეგმავ ამას, რომ მაქსიმალურ მოგებას ვიღებ. მაგრამ ამ დროს რა ხდება, როდესაც მაქსიმალურ მოგებას ვიღებ? ხედავენ სხვაებიც, რომ ამ ბაზარზე ერთი ჩადებული ლარისგან მეტი მოგების მიღება შეიძლება და თავისუფალ ბაზარზე ესენი შემოდიან ჩემ კონკურენტებად და მე მიწევს ამ ბაზარზე თამაში, მათ შორის ფასში თუ ვერ სხვა მხრივ ვერ მოუგე და ვერ მოუგებ, მინიმალური ფასით მაქსიმალური, ესე ვთქვათ, ხარისხის შეთავაზება, რომ ბაზარზე დავრჩე და გავიმარჯვო ამ კონკურენტულ ბრძოლაში, ხო? რაც შეეხება მონოპოლიებს, ესე ჩინაასობრივად ავხსნათ. ნახეთ, მონოპოლია დღეს მსოფლიო უკვე მივიდა იმ დონემდე, რომ პირდაპირ ამბობენ, რომ მონოპოლია, ჯერ ის ვთქვათ, რომ მონოპოლია არის უბრალოდ თეორია. არ არსებობს, ესე ვთქვათ, მონოპოლიის კლასიკური გაგება მონოპოლის ეს უბრალოდ ეკონომიკის საკითხებში და სტუდენტებისთვის ადამიანებს ახსნისთვის და თეორიული მსჯელობისთვის ნაწილია, თორე წმინდა სახით მონოპოლიას ჩვენ რასაც ვამბობთ, ერთი კომპანია ბაზარზე, რომელიც თვითონ ადგენს ფასებს, არ არსებობს. არსებობს ეგრეთ წოდებული დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, რომელსაც მე შემიძლია ჩემი ქმედებებით ვიქონიო გავლენა ბაზარზე. ხო, ეს სხვადასხვა კანონმდებლობაში სხვადასხვანაირად არის, მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით არის 40% ბაზრის, წილის 40%-ზე მეც თუ ფლობ დაახლოებით თუ სწორად მახსოვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მე მონოპოლიას დომინირებულ მდგომარეობაში ვარ, ხო? თავისთავად რომ მივყვეთ მონოპოლია, ნახეთ რა ნიშნავს მონოპოლია არის თავის თავთან კონკურენციაში. ჯერ თავისუფალ პირობებზე ვიყავ, როცა სახელმწიფო არ ერევა. რა ნიშნავს ეს? მე ბევრი უნდა ვიშრომო ფასის და ხარისხის, ესე ვთქვათ, კომბინაცია უნდა ვაკეთო ყოველდღიურ რეჟიმში, რომ მონოპოლიური მდგომარეობა შევინარჩუნო ბაზარზე. იმიტომ რომ ანუ ნახეთ, სოფლიოს თავზე დღეს მით უმეტეს, ესე ვთქვათ, შემცირებულ, ესე ვთქვათ, დაპატარავებულ სოფლიოში. სოფლიოს თავზე კიდია თავისუფალი კაპიტალი, პირობითად თუ წარმოვიდგინოთ. ეს თავისუფალი კაპიტალი ცდილობს იქ ჩაედინოს, სადაც მეტ მოგებას ვიღებს. თუ შეხედავს, რომ ამ ბაზარზე არის მონოპოლისტი, პირობითად კანონების წარმოებელი და დიდ მოგებას იღებს, აუცილებლად ჩემოვა ამ ბაზარზე. ის მოგების მისაღებად და შესაბამისად ამ კანონების წარმოებელს ერთ კომპანიას უწევს შრომა იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნოს. ის ვერ წავა გარკვეული ფასის ზემოთ. ეს ერთი ნაწილი. აი, გეტყვით. მეორე ნაწილი, ნახეთ, ბაზარზე ეს მონოპოლიური მდგომარეობის ის დღეს იღებს, თქვათ, მეორე ვერსია დავუშვათ, რომ არ შემოდიან და მარტო არის ბაზარზე, ხო? ანუ ეს ნაწილიც, თქვათ, განვიხილოთ. თუ საზოგადოებას შეუძლიათ ამ კალამში მაქსიმუმ გადაიხადოს 2 ლარი, მონოპოლისტი 2 ლარზე მეც ვერ დააწესებს, იმიტომ რომ ვერ გაყიდეს. მისთვის ხო, მოგება არის, მაქსიმალური მოგების მიღება. ხო? იწყებს ყველაზე მაღალი ფასით. 2 ლარი დააწესა და ადამიანს ვისაც 2 ლარის გადახდა შეუძლია გადაიხადეს. და всё, ანუ დამთავრდა, ხო? ხო უნდა გააგრძელოს წარმოება. მაგრამ არ არსებობს ადამიანი გაიჟღინთა ბაზარი, ესე ვთქვათ, მაღალ გადამხდელიანება უკვე შეიძინეს და აღარ ჭირდებათ. და შესაბამისად ის წევს ფასს იმის რომ დაბალ შემოსავლიანობას იყიდონ და მეტი მოგება მიიღოს, ხო? ასე რომ მონოპოლიის შემთხვევაში ადრე თუ გვიან ჩადის, ესე ვთქვათ, ეს სიკეთე დაბალ ფენებამდეც. ამის გამო სოფლიო საზოგადოება დღეს შეთანხმდა იმაზე, ეს რომ მონოპოლია და ოლიგოპოლია თავისთავად პრობლემა არ არის. პრობლემა არის ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე შემდეგ ნაწილში შეგვიძლია კიდე გავაგრძელოთ. ბოდიშით თქვენი კითხვა მითხარით ახლა ჩემს დაბეჭდილება. დიახ. თქვენ კაი ეკონომისტი რომ არ იყოთ, კარგი ვექილი შეიძლება ყოფილიყავი. ხო, ან შეიძლება კარგი მეწავი, ან რა. სუბუქად ახასიათებ მონოპოლია ოლიგარქიებს. კითხვა მაქვს ესეთ. საქართველოში არის თუ არა მონოპოლია? ნახეთ. ოლიგარქი. ანუ ნახეთ, მაგ ბაზრის კვლევა უნდა ჩაატარო თუ გინდა ზუსტად გაიგო სად არის ოლიგოპოლი და სად არის. მაგ ითვლება, რომ რამოდენიმე მსხვილი კომპანია მაგალითად საწვავის ბაზარზე ფლობს და შეუძლია გარიგებაშიც არიან ერთმანეთთან, ესე ითვლება. თუმცა თუ ნახავთ ჩვენ ესე ვთქვათ კონკურენციის სააგენტოს კვლევებმაც ეს გამოიტანა, რომ ისინი შეთანხმებულ ქმედებაში იყვნენ, მაგრამ აქ არის ერთი ნაწილი, რომელზეც ჩვენ გადაცემამდე საუბრობდით. ეს ოლიგოპოლიები არ არის თავისუფალ ბაზარზე შექმნილი, ხო? თავისუფალ ბაზარზე შექმნილი არ არის. ნახეთ, მონოპოლიას და ოლიგოპოლიას აქ ერთი ნაწილი. ნახეთ, მე გარკვეული პერიოდი შეიძლება შევინარჩუნებს მდგომარეობა, მაგრამ თავისუფალ ბაზარზე ყოველთვის ვცდილობ, რომ ოპტიმალური ფასი შევთავაზო უკეთესი ხარისხით მოსახლეობას, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნო. რა დროს ვინარჩუნებ დიდი ხნით ამ მდგომარეობას? მაშინ, როდესაც არა საბაზრო ინსტიტუტებთან ეგრეთ წოდებულთან არის გადახლართული ჩემი ურთიერთობა. ანუ მაშინ, როდესაც მე ფარველობს ჩინოვნიკი ფარველობს ჩემს საქმიანობას. ან მაშინ, როდესაც რეგულაციები აქვს სახელმწიფოს დაწესებული ისე, რომ მე ვარ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პატარა კომპანიებს არ შეუძლიათ ბაზარზე შემოსვლა. ჩვენ ანუ მკვლევარებს და მეცნიერებს ხშირ შემთხვევაში ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რჩებათ ყურადღების მიღმა ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, კორუფცია და სახელმწიფო რეგულაციები. კორუფცია და სახელმწიფო რეგულაციები არის ის, რომელიც ქმნის ძირითადად დომინანტურ კომპანიებს და ისეთ დომინანტურ კომპანიებს, რომელიც დიდხანს ინარჩუნებენ თავის პოზიციებს ბაზარზე. ეს არის პრობლემა. ანუ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, თქვენ თქვით, რომ ჩვენს გვაქვს კაპიტალიზმი, კვაზი კაპიტალიზმი გვაქვს. იმიტომ რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპებმა ვერ იზეიმა ამ ქვეყანაში 30 წელია. ყოველთვის ჩნდებოდნენ ჩინოვნიკები, რომლებიც ან ყოველთვის ჩნდებოდა რეგულაციები, რომელიც საკეული ჩინოვნიკები ამას ვერ შეძლებენ. ანუ სახელმწიფოს ნება არ არის ის, რომ მოისწოს მონოპოლია. იმიტომ რომ ხელი ხელს ბაზს და ორივე პირს. კი, მესმის. უბრალოდ ჩვენ რო შეთქმულებების თეორიებში არ გადავიდეთ, მე ანუ მაშინ თქვა კონკრეტულად, რომ აი ესა და ეს ადამიანი ამა და ამას ლობირებს, ხო? ეს მაგრამ უფრო სახელმწიფო პოლიტიკა არის ისე მიმართული, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე არასწორი ეკონომიკური თამაშის პრინციპების განვითარებას, ხო? ამაზე არის საუბარი აქ და სახელმწიფო პოლიტიკა გვაქვს შესაძლებელი იმისთვის და სწორად წარსამართი, რომ ფასებიც, ესე ვთქვათ, მეტნაკლებად კონკურენტულ გარემოში მოექცეს, ბიზნესიც კონკურენტულ გარემოში იქნეს. და ბოდიშით ერთი ნაწილი მინდა ძალიან კარგად გაუსვით თქვენ ხაზი ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ბანკს. ფასების კომისია შექმნეს და ეროვნული ბანკი იქ არ იყო წარმოდგენილი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფასებთან, ხო? და ერთ-ერთი მე ეგრეთ წოდებული მეინსტრიმ ეკონომისტები ამას ეწინააღმდეგებიან, თარგეტირების მექანიზმზე მიდიან და ამბობენ, რომ ფული აუცილებელია როგორც სისხლი ეკონომისტებს და ჩაასხადა, მოკლედ თავისი ესე ვთქვათ მეთოდები აქვს, რომელიც აპრობირებულია სოფლიოში, როგორ ითვლიან ამას, მაგრამ ნახეთ, ჩვენ ესე ვთქვათ 2003 წლამდე თუ სწორად მახსოვს, ფულის მასა ეკონომიკაში იყო რაღაც 2 მილიარდამდე. 2012 წლამდე ეს ფულის მასა გაიზარდა 4 მილიარდამდე. გააქვთ თქვენ ინფორმაცია დღეს ამდენია? 35 მილიარდია ფულის მასა ჩაშვებული ეკონომიკაში. ეს არის ჩვენი ლარის გაუფასურების და გაუფასურების შედეგად მერე მიღებული მაღალი ფასების ჩემი აზრით ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. ჩვენ 12 წელიწადში 4 მილიარდიდან 35 მილიარდამდე გავზარდეთ ფულის მასა ეკონომიკაში. აი ეს ძირითადი მიზეზები რომელი? ძირითადი მიზეზები იყო ის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ იმის მაგივრად რომ გაგვეტარებინა ისეთი პოლიტიკა, რომ ინვესტორები დაინტერესებული იყვნენ და მეტი კაპიტალი შემოსული იყო ამ ქვეყანაში, მაგასაც გავუსვათ მე მაგას ბაქსაკეთსაც ვისაუბროთ და შექმნილი იყო ესე ვთქვათ რეალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ამ ქვეყანაში, ამის მაგივრად სახელმწიფო მიმართა იოლ გზას ბიუჯეტის შევსების და დაიწყო დამატებითი ფულის ბეჭვდა. რომელსაც ბანკების საშუალებით შემდგომ და სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვების საშუალებით იბრუნებდა ბიუჯეტში და ავსებდა ბიუჯეტს. და შესაბამისად ამან მიგვიყვანა აქამდე, რომ ჩვენ გავხდით
ინვესტორებისთვის არა მიმზიდველი ქვეყანა. თქვენ რომ პირდაპირ ინვესტიციების სტატისტიკა ნახოთ, 2022 წელს 2 მილიარდ 500-მდე იყო როგორც მახსოვს, იმის შემდგომ იკლებს, 2024 წელს იყო 1 მილიარდ 500 მილიონამდე ჩამოსული და მერე 100 მილიონით მოიმატა და 1 მილიარდ 650 მილიონამდე არის 2025 წელს. ანუ ნახეთ თან სტრუქტურა არის ძალიან საინტერესო ამ პირდაპირ ინვესტიციების. 80%-ზე მეტი, საშუალოდ ალბათ 75% არის რეინვესტირება. ანუ 1 მილიარდ 600 მილიონიდან 1 მილიარდ 300 არის რეინვესტირება. ანუ არსებულმა კომპანიებმა ჩააბრუნეს თანხის ნაწილი უკან. ანუ უცხოური ინვესტიციების ფაქტობრივად ეს ქვეყანა ნოლია და ნოლამდეა დასული მიმზიდველობა. და ამ პირობებში ქვეყნიდან კაპიტალის გატანის, ანუ ამ კომპანიებმა, რომლებიც დღეს რეინვესტირებას აკეთებენ, რომ ქვეყნიდან კაპიტალი გაიტანონ, ამის ალბათობაც იზრდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვქვნით გარემოს იმისთვის, რომ ხალხი დაინტერესდეს აქ ესე ვთქვათ ეკონომიკური საქმიანობით, ხო? აი ეხლა აქ რამოდენიმე ხნის მაგალითი რომ ჩვენ უნდა აგვეგძალა პლასმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი და აუცილებლად უნდა გადავსულიყავით ეკოლოგიური პირიდან გამომდინარე შუშის ბოთლებში, რომლის პრეცედენტი მსოფლიოში არის განვითარებულ იმაში. მე არ მიყვარს აპელირება რომ სად არის სხვაგან ესე. შინაარსობრივად ვისაუბრო. ეს ხომ ინვესტორს უჩენს განცდას იმისას, რომ ქვეყანაში არ უნდა შემოვიდეს. და თითოეული ჩადებული ლარი ამ ქვეყნისთვის და თითოეული ჩადებული დოლარი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ განვითარდეთ. ჩვენ თუ ფინანსური შემოსავლები არ გვექნა, ვერც თავდაცვას განმავითარებთ, ვერც განათლებას განმავითარებთ, ვერც ჯანდაცვას განმავითარებთ და ხელფასების მატებაზე კიდე საერთოდ ზედმეტია საუბარი. თუმცა ერთმა ჩემმა მეგობარმა კოლეგამ დიახ ციგნიც კი დაწერა იმაზე, რომ აქამდე შემოსული ინვესტიციები უცხოურს დიდი არაფერი ეფექტი არ მოყოლია ჩვენი ეკონომიკაში. ნახეთ, არ მოყვება ჩვენი ეკონომიკისთვის ეფექტი. მოდი, მაშინ ცოტა სად გეტყვით, ნახეთ. მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ, ვინცთანაც ვისაუბრე ხოლმე, ხშირად ვიმეორებ ამას. სწორი მიზანი ქვეყნისთვის. სწორი მიზანი რა არის ეს? ჩვენ უნდა მივახციოთ ორციფრიან ეკონომიკურ ზრდას, 10%-ს და მეც ყოველწლიურად. და შეიძლება ხა მაყურებლისთვის ეს ცოტა დამაბნეულად ჟღერდეს, მაგრამ იმისთვის რომ 25 წელიწადში დღევანდელი გერმანიის დონემდე მივიდეთ. არ არის მარტივი ქვეყნის განვითარება ისე რომ მოლოდინი არის ხოლმე 5-6 წელიწადში შევცვლით რაღაცებს. ბევრ რაღაცას შევცვლით 5-6 წელიწადში, მაგრამ თუ გინდა ესე ვთქვათ მაღალი ცხოვრების, სულად მაღალი დონის ცხოვრების მიღება და ერთ სულ მოსახლეზე რამდენიც ანუ რა სიმდიდრეც არის საშუალოდ გერმანიაში ერთ მოქალაქეზე იქამდე მისვლა, გვჭირდება ორციფრიანი ეკონომიკური ზრდით, ესე ვთქვათ 25 წელი განვითარება. 10%-ით და მეტით, ხო? ამისთვის ინვესტიციები თქვით არ ქონდა გავლენაო. ამისთვის 4-დან 6 მილიარდ დოლარამდე გვჭირდება ყოველ წელს ინვესტიცია. რამდენი გვაქვს? 1 მილიარდ 600 მილიონი ლარი. 2007 წელს, როცა ორციფრიანი ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ, 20% იყო ინვესტიციის როგორც მახსოვს 15-დან 20%-მდე პირდაპირ ინვესტიციის ოდენობა ქვეყანაში შემოსული იმ წელს. ანუ ნახეთ, ქვეყანა როცა მომართულია იმისკენ რომ განვითარდეს და იცის რომ 4-დან 6 მილიარდამდე დოლარი ეს არის ასე ვთქვათ უხეში გათვლებით, თორე ამას სულ კვლევა და შეიძლება შემოგედავოს რატო 6 ვინმე რატო 6 უხეშად ითვლება რომ ეკონომიკის რაღაც 10-15-დან 20%-მდე ინვესტიციები თუ შემოდის და ისიც სტრუქტურას გააჩნია სადიდება ეს ფული და როგორ ხო? მაშინ შენ ამ დონეს აღწევ. ხო? და შესაბამისად ვერ იქონიებს გავლენას, იმიტომ რომ შენაც გჭირდება იმდენი ინვესტიცია არ აქვს და არც აკეთებ არაფერს იმისთვის, რომ ეს ინვესტიციები, ესე ვთქვათ, შემოვიდეს შენ ქვეყანაში. ეს არის ჩემი აზრით ძირითადი პრობლემა. ეხლა ჩემს ხედვას ზარეთ, კი. ჩინელებს აქვს ესეთი შედარება, რომ აი ვთქვათ არის ხაზი ამხელა. ეს ხაზი კიდევ უფრო დააპატარავო, მის გვერდით თუ რა დახატო ამხელა ხაზი. ეფექტია ფსიქოლოგიური, ხო? ეკონომიკაში არის აბსოლუტური სიღარიბე და არის შეფარდებითი სიღარიბე, ხო? ბატონო. თქვენ ბრძანებთ რომ უნდა გავზარდოთ. თუ არ განაწილდა ეს და თუ არ დავიდა ექსკლუზიური თუ ინკლუზიური არ მოხდა ეკონომიკა თუ არ აქვს ეს ხალხის ფართო მასებს რა. ახეთ, კი. თუ დამთავრდეთ 10%-ით არის ყოველ თუ გამოდის ეს 10%-ით დაიზარდა. შეგვიცი და უმუშის სიგარების ტონი 40%. არ გაზრდილა 10%-ით ბოლოს ის გაიზარდა. კი ბატონო. ესე იგი რა შეიძლება? ახეთ, მე გითხარით რა, ერთი ნაწილი გითხარით ის რომ ჩვენ გვჭირდება 10% და მეტი ზრდა ყოველწლიურად, ხო?
რაც 30 წლის განმავლობაში 3 წლის განმავლობაში იყო მხოლოდ მე მგონი და მეორე ანუ სად ჩაიდება ეს პირდაპირ და რა სფეროებში განაწილდება ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხო ნახეთ მე ვქმნი ამ ქვეყანაში ისეთ გარემოს უნდა შევქმნა ისეთი გარემო რომ ამ ქვეყანაში ჩადებული ერთი ლარი უნდა იყოს ბევრად მარტივი და ბევრად უფრო მეტ მოგებას უნდა მაძლევს და ადმინისტრაციული ბარიერები უნდა იყოს ბევრად უფრო მცირე ვიდრე ჩინეთშია ვიდრე ამერიკაშია ვიდრე ევროპაშია ანუ ეკონომიკური საქმიანობისთვის ოაზისი უნდა შექმნა მსგავსი პირობები სადაც არ არის და ეს კაპიტალი თავისი წამოაქვს და თავისი ჩაესხო თვითონ მოძებნის სად როგორ და რანაირად განაწილდეს სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობდით ხო პირობითად ვამბობ შემოვა როშენი რომელიც აქ დაიწყებს წარმოებას იმიტომ რომ აქ წარმოება მისთვის არის ბევრად უფრო მომგებიანი ვიდრე გერმანიაში მაგალითად აი მას კი ამბობდა გერმანიაშიო რო გამეხსდაო ჩემი ფილიალიო 2500 ფურცელი რეგულაციების გამო მარტო დოკუმენტაცია შევიტანეო. პირობითად ვამბობ, ჭყალებში ხარ მოსახლეობამ რომ კარგად ბაყურებელმა რომ მარტივად გაიგოს. მასკს ეუბნებო, ჩამოდი ჩემს და არაფერს არ მოგთხოვ. გახსენი ქარხანა და იმუშავე. მარტო ერთ გადასახადს პირობითად ვამბობ, მარტო ერთ გადასახადს გადამიხდი დანარჩენისგან თავისუფალი ხარ. ამ ნახეთ, ამას ხო მარტო ფულის ჭყალებში ფულის კეთების პრობლემა. ფულის კეთების დაწინაურდა ამერიკის შეერთებულ. კი ბატონო, ნახეთ, მარტო ფულის კეთება კი არ არის აქ ამის მიზანი. მას ცოდნა შემოაქვს. სოფლიო გამოცდილება შემოდის შენთან, მათ შორის წარმოების, ტექნოლოგიური, ლოჯისტიკის, ხო გასაღებაც უნდა იმ პროდუქტს და შენი, ესე ვთქვათ, მოსახლე, რომელიც დღეს პირობითად ვამბობ, თოხნის ყანაში თოხით, ხვალ უკვე ისწავლის დიდ წარმოება როგორ უნდა აწარმოოს. ხალხსასაქმეში თან ასწავლის ხალხს, არა მარტო ასაქმებს. უნივერსიტეტში ვერ მიიღებ იმხელა ცოდნას, რამოსაც მიიღებ ტრანსნაციონალურ კომპანიაში. პრაქტიკულ ცოდნას. და რატო უნდა ჩაუკეტო კარები ესე ვთქვათ ინვესტიციას, ხო? მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიწა ქართველის უნდა იყოს აუცილებლად, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამოდიან. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკიდან, რომ ესე ვთქვათ, ქართველს თუ არ ექნა უცხოელები თავზე ბოდიშამშევ დაგმაჯდებიან. ნახეთ, მაგალითიც გითხარით რა გონი. ნულიდან დაწყებული ადამიანები ხმერ ხდებიან დიდი მენეჯერები, ტრანსნაციონალური კომპანიის მმართველები. თუ ჩვენ არ რას ნიშნავს თავზე დაგასხლდებიან. თავზე როგორ დაგასხლდებიან, იმისთვის არის მაქსიმალური მოგების მიღება, ხო? ასხლტობაზე არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია დემოგრაფია. ბატონო, ხო? ნახეთ, დემოგრაფიული პრობლემები. არაბული სოფელი თუ ქალაქი რო გაშენდეს და იქ არაბები რა პრობლემა? 6 მილიონი რა პრობლემაა პეტროს? გეტყვით არა, ჩემ არგუმენტს გეტყვით. ნახეთ, ანუ პრობლემა თქვენ იმ კუთხით თქვენ რასაც საუბრობთ. ჩემთვისაც პრობლემაა, მაგრამ შეხედეთ, ეხლა მეორე კუთხით შეხედეთ. 90-იან წლებში ჩვენ ვიყავით ყველაზე მეტად მოწყვლადი, ჩვენ ვიყავით ყველაზე მეტად სუსტები. ანუ თავში წამორტყმით შეიძლება და ნებისმიერ ქვეყანას დავეპყარით, ხო, იმდენად სუსტები ვიყავით. მაგრამ 90-იან წლებში დემოგრაფიულად საქართველო იყო ყველაზე სუფთა. ყველა აქედან გარბოდა. თუ ვინმე სადმე შეეძლო თავის შეფარება, ყველა აქედან გარბოდა. და რჩებოდნენ აქ ადამიანები, ვისაც თავის შეფარებას უღან არ შეეძლო, ხო? და ძირითადად აქ დაბადებული გაზრდილი ეთნიკურად ქართველები და ეთნიკურად სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ. არავინ არ ჩამოდიოდა აქ. მაშინ როცა მარტივად შეეძლოთ ჩამოსვლა და მსგავსი ქალაქების გაშენება, ხო? მეორე კუთხით შევხედოთ. ეხლა გვაქვს პრობლემა, რომ ოჯახებით მიდიან ქვეყნიდან ქართველები, ხო? ნახეთ, საქმე რაშია? იმაში, საქმე ისა, რაზეც თავიდანვე ვისაუბრეთ. ეკონომიკური წინსვლა. რატომ მიდიან იქ? უკეთესი ცხოვრება არის იქ ვიდრე საქართველოში და მიდიან იქ იმიტომ. ამ ქვეყანაში მეტნაკლებად ცოტა უკეთესი პირობები რო შეიქმნა ცხოვრების წამოვიდნენ, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნებიდან და დაიწყეს აქ დასახლება. ამაში პრობლემა არაფერი არ არის. რატო? ნახეთ, ჩვენი აქედან წასული მოსახლეობის უმრავლესობა იქ ასრულებს შავ სამუშაოს. ჩამოვიდნენ და შეასრულონ შავი სამუშაო და შენ იყავი მაღალ დონეზე, ესე ვთქვათ, უფრო მაღალ შემოსავლიანი და ესე ვთქვათ, უფრო ინტელექტუალური საქმიანობას შეეწირე. ნუ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არაბებს და თურქებს უნდათ ემანსიპაცია საქართველოსთვის და მიზანმიმართულად აკეთებენ ამას. იმიტომ რომ 90-იან წლებში ამის ძალიან კარგი საშუალება ჰქონდათ. დღესო ვართ ძლიერები, ამის მიათედი ძლიერები არ ვიყავით, არც ფინანსურად, არც ჯარით, არც პოლიციით, არც უსაფრთხოებით, მაგრამ კაციშვილი არ მოგკარები. ეს შეეძლოთ მათ თავისუფლად გაეკეთებიათ, ხო, ჩვენ მაგალითი არის ცოცხალ. ხო? ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი, შენ თუ ხარ, ესე ვთქვათ, შესაბამისი ცხოვრების დონეზე, შენ თუ გაქვს შესაბამისი სპეცსამსახურები, თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ ერთმანეთს ხვალად შეიძლება ერთმანეთი დავუხოცოთ.
ანუ ერთმანეთს ხოცავდით საცხოვრებლად თქვენავთ რომ საცხოვრებლად იყო საფრთხე და იმიტომ არ ჩამოვიდნენ და დღეს არ არის იმათთვის საფრთხე ჩვენ აგებს ხედავთ და ვამბობთ რომ თქვენ მან დრო ესე ვთქვათ აშენებთ თქვენ დასახლებას ეს ჩვენთვის საფრთხეა და არაპირდაპირ ხო ეს ბუქარა არის რეალურად რომ შევხედოთ არ გვინდა რომ აქ იცხოვროთ და დღეს მეტი ძალა გვაქვს თქვენთვის არ არის საფრთხე ჩვენთვის არ არის საფრთხე იმიტომ რომ გეტყვით რატომაც იმიტომ რომ ჩემი ეს ქვეყანა არ აშენდება სად აშენდება არაბული აი მაშინ ჩინური ქალაქი აშენდა აი მაშინ ვაკეთილის ბოლოს აშენდა ქართველები ცხოვრობენ იქ აქ არაბული ქალაქი კი არ შენდება არაბები არასწორად აშენებენ ახლა აქ თემაზე შეუძლებელი ცალკე ვისაუბროთ მაგრამ არაბები აშენებენ დასახლებას სადაც თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ და სხვებმაც საერთოდ ნახეთ ემანსიპაცია ნუ ქართველების წილი ძალიან დიდია უძრავი ქონების ყიდვაში ზოგადად იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხების დიდი ნაწილი რომელიც საქართველოს ჩვენი ემიგრანტები რიცხავენ სადააბანტონ და ძირითადად აბანდებენ ხოლმე როგორც წესი უძრავ ქონებაში მაგრამ რა უშლით ხელს რომ ქალაქი არ ააშენონ და ისე შეიძინონ ბინები ხო შეუძლიათ აი პირობითად ვამბობ გავყვეთ შეთქმულების თეორიას და 100,000 ადამიანის დასახლება უნდა საქართველოში წავდნენ აგერ და სოფელ სვირში ბოლოში იყიდის ერთი ვთქვათ სახლს მიტოვებს თავის საკარით და დაიწყებს მუშაობას მეორე ჩამოვართ თბილისში მესამე სამტრედიაში მოხდა და ესე განაწილდებიან თუ ემანსიპაცია უნდა და მიზანმიმართული ემანსიპაცია ისე განაწილდებიან რომ მაინც დასახლდებიან ესენი ისე რომ ჩვენ მტკივნეულად არ აღვიქვათ როგორ წარმოგიდგენიათ არაბული ოჯახი წავა და იქ სადღაც მესტიაში და იმაში აი როგორც ვერ წარმოგიდგენია თქვენ ისე ვერ წარმოგიდგენია რომ 100,000 კაცი წავიდეს აქ იმისთვის რომ ჩვენი ემანსიპაცია მოახდინონ და ჩასახლდნენ ჩაბუდდნენ ესე და მე სადღაც მიტინგები და რაღაცები დაიწყო შენ თუ ვითარდები პროგრესულად და ესე ვთქვათ მიყვები ნაბიჯ სწორად ვითარდები შენ ისეთი უსაფრთხოების სისტემა გაქვს ისეთი თავდაცვის სისტემა გაქვს და სხვა ბევრი ესე ვთქვათ ისინი ესე ვთქვათ საშუალებები იმის რომ გავსი რაღაცებისგან თავი დაიცვა რომ ეს საფრთხე არ არის იქ ხელა საფრთხე არის რასაც ჩვენ დემოგრაფიულზე აცლი არ არის და ძლიერი არ არის ჯერ არა ნუ მესმის რასაც ამბობთ სერბეთში დიახ კოსოველი ცოტანი გამრავდნენ და ეხლა რესპუბლიკის შექმნის შუაგულ სერბეთში ისე არ არის ყურადღება მიში ნახეთ გასაგებია თქვენი აზრით რატო გაუხსნა ევროპამ კარები ესე ვთქვათ განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს არა რატო ფიქრობთ ცუდი რატო გააკეთეს პარიზში 20% ცხოვრობს ხოლო პარიზის გარეთ ხო კი ბატონო ძალიან 20% ცხოვრობს კი ბატონო და თვითონ ამ პოლიტიკის მულტიკულტურული პოლიტიკის მეშვეურები ამბობენ რომ რა შეცდომა გავაკეთოთ ესებია მდგომარეობა ლონდონში ესე ზოგი ამბობს რა შეცდომა გავაკეთოთ ზოგი ამბობს რომ არ გავაკეთებთ და ნახეთ ჩვენ თუ გვინდა განვითარება ამ განვითარებას გლობალურ სამყაროში აუცილებლად მხოლოდ ეკონომიკური რა შუაში არის ეკონომიკურით რა შუაში არის ეკონომიკა არა ნახეთ დემოგრაფია ეს ქართველები ხო გვინდა რომ დაგვიბრუნდნენ ქართველები რატო გარბიან მასიურად ამ ქვეყნიდან დავანებოთ ჩვენ გვეშინია თურქების ჩამოსახლების აქ და ამ დროს ჩვენი ქართველი საქართველოს მოქალაქეები გარბიან რატო გარბიან ცუდია ნახეთ ცუდია ამერიკისთვის ჩვენი მოქალაქეები ან საფრანგეთისთვის ჩვენი მოქალაქეები იმათთვის ადგილზე რომ გარბიან იქ ხო დამატებითი მიწა შრომა კაპიტალი შრომა ხო შენი აქ ეკონომიკაზე მარტო არ არის საქმე აქ შენ გჭირდება ანუ თუ შევხედავთ ეგრეთ წოდებული ეგზოგენური განვითარების თეორიას რაც უფრო მეტი ადამიანი იბადება ალბათობა იმისა რომ ჭკვიანი გაჩნდეს უფრო მეტია და იმისი რომ ქვეყანა და სოფლიო განვითარდეს უფრო მეტია რაც უფრო მეტი ადამიანია შენ ქვეყანაში ალბათობა იმისა რომ ამადგან გამოირჩეს ისეთი ადამიანები რომლებიც განავითარებენ ქვეყანას მეტია ჩვენ ნახეთ დავამთავრებ ჩვენ გენოფონდს დღეს ჩვენი არასწორი პოლიტიკის გამო იმიტომ კი რომ საზღვარი უნდა ჩავკეტოთ უშვებთ ევროპაში და იმ ქვეყნებს ეხმარებიან იქ ქმნიან დოვლათს ხო და ნერვიულობთ იმაზე რომ არაბები არ ჩამოგვისახდნენ აქ და ამბობთ რომ ეკონომიკურ პრიზმაში უყურებ რატო გაიქცნენ იქ უკეთესი ცხოვრების პირობებია ისინი რატო ჩამოვიდნენ აქ იმიტომ რომ ემანსიპაციას ეწევიან მათი ცხოვრების პირობებზე შედარებით შეიძლება უკეთესი მდგომარეობა აქ და იმიტომ ჩამოვიდნენ აქ თორემ იმიტომ რომ ემანსიპაციას ეწევიან ჩვენ თუ აქ არ განვითარდებით ის ჩვენი ემიგრაცია უკან არ დაბრუნდება ჩვენ უნდა განვითარდეთ პირველ რიგში იმისთვის, მათ შორის ეკონომიკური ზრდა უნდა ქონდეს იმისთვის, რომ ავტომატურად მოგვიგვარდეს ეგ იმიგრაციის პრობლემები. ჩამოვლენ უკვე. ამ განვითარებას იდენტურობის ხარჯზე. აი, მაშინ ერთი კითხვა მაქვს. რითი აღუდგებით წინავს? ჩავკეტოთ საზღვრები. უნდა მიმოქმედოთ რა.
ანუ რა ნახეთ მე გეუბნებით მექანიზმს რომ ჩვენ თუ განვითარდებით ეკონომიკურად ეს ადამიანები დაგვიბრუნდებიან იმიტომ რომ აქ ღირსეულად ცხოვრების პირობები ექნებათ ერთია რომ ჩვენ გვეშინია რომ არიქა და მიგრაციის პრობლემა გვაქვს მეორედ რითი აგვარებთ ამ პრობლემას მაშინ ალტერნატივა მითხარით როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს მე ხო გითხარით ალტერნატივა როგორ რატო ვერ ვხედავ საფრთხეს იმიტომ რომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ეს საფრთხე მეტწილად მოიხსნება იმიტომ რომ ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდებიან აქ იმიტომ რომ ღირსეული ცხოვრების საშუალება ექნებათ და პლუს მოულენ სხვა ქვეყნებიდან რაც იტალიელებიც ჩამოვლენ ჩვენ თუ მათ ცხოვრების დონეზე უფრო მაღალი ცხოვრების დონე შექმნით და იტალიელებიც იქნებიან იმიგრანტები რაშიდაც პრობლემა არ არის იმიტომ რომ ეს დამატებითი რესურსია ქვეყნისთვის დამატებითი შრომა დამატებითი განვითარებაა ხო ვიღაცა დაალაგებს ვიღაცა მეცნიერებაში იქნება ვიღაცა და შენ პროდუქტს შექმნის და შენი პროდუქტის შექმნა და ამის ექსპორტზე გატანა ხო უფრო მეტად უსაფრთხო არის იგი მესმის უბრალოდ მოყვებით თქვენი ალტერნატიული მექანიზმებით ხართ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა მაშინ ხო წელს გითხარით თქვენ აფარცეთ საკეთებთ ეკონომიკის წესულობაზე გეთახმებით მასაც იქნება აი შემოუშვათ მაგრამ მე არ მომწონს ფრანგული ეროვნული ნაკრები იმიტომ რომ ფრანგი გასწავლში კი მაგრამ ის ადამიანები საფრანგეთისთვის თავს იკლავენ ფაქტობრივად ესე გამოდის მესმის რასაც ამბობთ კი მესმის კი რაღაცა სიტყვაში ვატიო და რაღაცა დამიწყო კი ხო და მაგრამ ის მაინც არაბია და ის მაინც პოეტოლოგია და რა ვიცი ფრანგი არ არის რა ორი კაცი ყავს ნახეთ არაბი რომელიც საფრანგეთისთვის და საფრანგეთის სახელისთვის იბრძვის ამაში ცუდი რა არის კი მესმის კი და არ ფიქრობთ იმას რომ ეს ამო სისხლის შერევა უფრო ძლიერს ხნის ფრანგულ რასას რაც უფრო შერეული სისხლია ხო ანუ მაგდადებითი მეტნაკლებად აქვს მეორე ხა ადამიანები რომლებიც ნახეთ თავს იკლავენ და ბრჭყალებში ან წირავენ ქვეყანას ან იმდან პროგრესულები რომ ქვეყნის სახელი გააქვთ გარეთ ანუ მათ ხო პირობითად აფრიკის სახელით არ მოუგიათ საფრანგეთის სახელით მოიგეს რა არის ამაში ცუდი დღევანდელი მსოფლიო მალე მივა ალბათ იქამდე რომ ანუ ეთნიკური წარმომავლობის გამო და შენ ქართველი ხარ მე აზერბაიჯანელი ვარ ის თურქია და ის ბერძენი ამის გამო ერთმანეთში ომები დიდი ალბათობით აღარ იქნება ხო ანუ დაახლოებით იქ ანუ ნახეთ არა ომი აღარ იქნება და ამას არსობრივ მნიშვნელობას აღარ მიაქცევენ იმიტომ რომ შენ თუ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქვეყნისთვის იბრძვი ნაკლები ეთნიკურად არაქართველები იყვნენ რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის თავი დადეს ამოთვლილები და მსგავსები იყვნენ როგორ არ იყვნენ რა მე მინდა რომ ქართველები გამრავდნენ ამ პატარა ქვეყანაში და ყველაფერი უნდა და ეს უნდა გაკეთდეს შესაბამისი ცხოვრების დონის ამაღლებით ეს ეკონომიკა რა ეს არის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირში მე თუ აქ ღირსეული ცხოვრების პირობებს არ შევქმნი გამექცევიან სოფელი ხო დაიცალა ქალაქიც დაიცლება სპეციალისტებიც აღარ მეყოლებიან ცოტა ხანში იმიტომ რომ ვინც კარგი ხელოსანია ყველა ევროპაში მუშაობს დღეს თითქმის უმრავლესობა მათ შორის და ხელოსნობის ფასი შესაბამისად აქ გაძვირდა. ხო? ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ ღირსეული, ამისკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, ცხოვრების ღირსეული პირობები შევქმნათ, რომ სტიმული შევქმნათ ადამიანებს უკან დაბრუნების. მათ შორის ნახეთ, დიდი სასოფლო სავარგულებისო დიდი ნაწილი არის დაუმუშავებელიო. დაუმუშავებელი იქნება. იმიტომ რომ 5 ჰექტარად გვაქვს დაყოფილი მიწები, გლეხს არ შეუძლია ჯერ ამის დამუშავება საშუალება არ აქვს და მე რომ დაამუშავოს მასიურ წარმოებას არ შექმნი, ვერ შექმნის. მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული პარალელურად და ამიტომ ქართველის უნდა იყოს მიწა და ეს მიწები არის დაუმუშავებელი. თუ შემოვა ბადაგონი პირობითად თუ შემოვა დიდი ტრანსნაციონალური კომპანია და ამიწას დაამუშავებს, ქართველი დასაქმდება იქ და ეკონომიკაში წილს შეიტანს. ტრანსნაციონალური კომპანია თუ შემოვა დაამუშავებს და ასაკობს რა. მეცინააღმდეგე ის რომ აქ არ შემოვიდნენ. კიდე მესმის. აქ არ მინდა შემოვიდეს პაკისტანელი ბანგლადეშელი და გავრავდნენ და შექმნა თავიანთი კერები. ნახეთ ერთ მაგალითს როგორ ცხოვრობენ არავით არ ინტეგრაცია მთელი ისტორიის მანძილზე მესმის რასაც ამბობთ თქვენ არავით არ ინტეგრაცია არ მოხდარა იმიტომ რომ სულ რაღაც 20-30 წელიწადი რაც ეს პროცესი მიდის 20-30 წელიწადი ანუ საზღვრების გახსნის აუცილებლად მოხდება საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ბავშვი და ამერიკაში დაბადებული და გაზრდილი ბავშვი მთელი ამერიკა ეგრე არ არის შექმნილი ვინ იქნება საქართველოში ახლა დაიბადება და გაიზრდება და შეგვერჩი დაჯდება პირობითად თვალობდა სადღეგრძელოს დალევს და ვინის წარმოებას ისწავლის და მეგობარი სკოლაში შენი იქნება ვინ იქნება რომ გაიზრდება მეორე მესამე თაობა ისინი იქნებიან ამ ქვეყნისთვის თავდადებულები
თორე საქართველოს ისტორიაში ჩვენ რო შევხედოთ, ქართველზე მეტი ზიანი ქართველთვის მოუტანია ვინმეს. და ჩვენ ბანგლადეშელზე ვდევრებთ და ქართველებზე ხوار ვიდევრებთ პირველ რიგში. ანუ ქართველებისთვის ხوار შექმნათ ის ცხოვრების პირობები, რომ ჩვენ აქედან გაქცევა არ გვინდოდეს და მე ვიფიქროთ იმ ბანგლადეშელებს. საზღვარს ჩვენ როგორც კი ჩავკეტავთ. ფასებზე ვლაპარაკობდით. იაფი მუშახელი გაგიქრება ბაზილიდან და ფასები გაგიძვირდება. მზად ვართ იმისთვის, რომ მაგალითად ეგრეთ წოდებული დელიდერს მიტანის სერვისში სამჯერ მეტი ფასი გადავიხადოთ, გვაქვს მაგდენი ფული. პირობითად ვამბობ. დამლაგებელში რო 4ჯერ მეტი ფასი გადავიხადოთ, გვაქვს მაგის ფული. ჩავკეტოთ საზღვარი, მე რას მოგცემს ეს? იზოლაციას მოგცემს და ფასები გაიზრდება. ეკონომიკა არ წაყვება ამ ფასებს და შესაბამისად დეფიციტი და ძალიან ბევრი პრობლემები შეიქმნება, ხო? მოვაღია ვისაც უნდა შემოსვლაზე აქ არ არის ლაპარაკი. სპეცსამსახურები იმისთვის არის ამ ქვეყანაში, რომ შენ რო საზღვარზე შევოდიხარ, შენ იდენტიფიკაცია ხდება. შემოვიდეს თუ კი უნდა რა პრობლემაა. ჩვენები ხო წავიდნენ თუ კი იმაში რა ევროპაში და ხო დასაქმდნენ. საქართველოს არის სულ 1.300.000 რაღაცა. 3 მილიონი ნახევ 5 მილიონი ვიყავით, 3 მილიონი ნახევარი ვართ ფურცელზე ახლა და შეიძლება იმაზე ცოტაცა ვართ. სადღაც 1.300.000. ნუ ეთნიკური ხო? და რატო ვაბერე ხა გერმანია სადაც არის 80. შვეიცარიას შევადაროთ, რა პრობლემაა? ფინეთს შევადაროთ, რა პრობლემაა? მე ფინეთში ესეთი ევროკავშირის წევრები არიან. ანუ გერმანელებით რო დასახლდეს, ფინეთში ხო არავინ არ უშლის, არავის. გერმანელები ჩასახლდნენ. გერმანელები ჩამოსახლდნენ. ხო, კარგია მე რა არის ამაში პრობლემა? გერმანელები ჩამოსახლებაში პრობლემა არ არის. ანუ თქვენ ამბობთ, ნახეთ, თქვენ მესმის, თქვენ ამბობთ, რომ მეტნაკლებად დაბალ განვითარებული ადამიანი ამ ქვეყანაში არ უნდა შემოუშვათ და მაღალ განვითარებული ადამიანი უნდა შემოუშვათ. იმათ პოტენციალია გამრავლების აღმოსავლეთის ხალხს. რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია, ჩვენთან ორიც არ არის ერთ ოჯახს, ხო? აჰა. ისინი შემოვლენ ნაირობაიან გარშემოთედებით როგორ წავიდეს. ნახეთ. ჩვენ და ზოგადად მესმის რასაც ამბობთ, რომ ეთნიკურად ქართველები არ მოექცენ უმცირესობაში ამ ქვეყანაში. ამას ამბობთ. და რას უპირისპირებთ? ნახეთ, მესმის ეგ თქვენი დამოკიდებულება. ერთი ნაწილია, ნახეთ, რა მოხდება ხვალ. და დღევანდელი სტატისტიკის გათვლით ის რომ ხვალ ჩვენ მოიქცევით ესე ვთქვათ უმცირესობაში და ამაზე ვიზრუნოთ დღეს შეიძლება ამაზე ზრუნვა დაწყო, მაგრამ ხვალ რა მოხდება კაციშვილმა არ იცის. ხვალ რა მოხდება კაციშვილმა არ იცის. ამერიკას და იმას ირანს შორის ომი რო დაიწყებოდა არავინ არ იცოდა, ხო? პანდემია რო იქნებოდა არავინ არ იცოდა. შესაბამისად ჩვენ დღეს ვიფიქროთ იმაზე უფრო მეტად ვიდრე საფიქრალია ეს და ჩავკეტოთ საზღვარი და ამით ჩვენ თავს მივაყენოთ ისევე ზიარი, ჩემი აზრით არა ეფექტიანია. არავინ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არ შემოვა ამ ქვეყანაში თუ იმას ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა იმისთვის რომ შენ დაგიბროს. გამრავლებას რაც შეეხება ეხლა, ხო? გერმანელი ახლა არ ვრალდება, ამიტომ კარგია რომ შემოდის და ისინი რადგან ვრალდებიან. ისინი შედარებით განვითარების დაბალ საფეხურზე და იმიტომ ვრალდებიან. თუავლენ მაღალ საფეხურზე აღარ ესეც ხო მეცნიერული კვლევა რო რაც უფრო მაღალი განვითარების საფეხურზე არის ადამიანი, მით რომ ნაკლებად ვრალდება, ხო? და შენ ქვეყანაში თუ შემოვა და შენ მაღალი განვითარებული დონე გექნება და ისიც ესე ვთქვათ უფრო ცხოვრები მაღალ დონეში ცხოვრობს. იმის სტატისტიკურად იმისი გამრავლების ესე ვთქვათ ისიც ხო შემცირდება რაოდენობაც. ანუ ნახეთ, მე ერთი რამე არ მინდა შეხედეთ, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ზედმეტი შიშების გამო ჩვენი ქვეყანა დავაზარალოთ. აქ ამაზეა ლაპარაკი. თორე ხო და ეს რეალური რო იყოს ეს შიდა სიფრთხილე პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხვდეთ ჩვენი ცხოვრების დონის ამაღლებას და სპეცსამსახურების სისტემის განვითარებას. თუ შენი სპეცსამსახურები განვითარება, იქ უკვე კვლევებიც დაიდება, იქ უკვე შესაბამისი პოლიტიკაც იქნება, თანამშრომლობაც იქნება, მათ შორის ბანგლადეშთან და ბევრ ქვეყნის სპეცსამსახურებთან და ეს პრობლემა, უსაფრთხოების პრობლემა არის, უსაფრთხოების სპეციალისტების საქმე, მაგრამ ამას თუ ცხოვრების დონე არ გაიზარდა, ვერ გავაკეთებთ. იმას კი არ გულისხმობ დაგერევიან და ხოცა. აი მაგალითად თელავის რაიონში არის სოფელი ჯუგა. იქ დიდი მიწები დიდი ტრაქტორები არაბებმა პატარა ქალაქი დააშენეს იქ ვერ შეხვდით როგორც მონიტორი. აი ესეთი არის იგივე არაბული ქალაქი. ეს ხო არ არის, ნახეთ. არა ანუ ეს არაბულ ქალაქს თქვენ უძახით. ნახეთ, ვარკეთილის ბოლოს ხუალინგთან. ჩინური ქალაქი შენდებაო. ხო? დასაქმებულები ხუალინგში არიან უმეტესად უცხოელები და ქართველები. ჩინელები არიან ქვემოთ შავსამუშაოზე დასაქმებული, აი აპარატურას
და იმითი ემსახურებიან და უკან ესე ვთქვათ რაც განაშენიანება გააკეთეს. არც ერთი ჩინელი იქ არ ცხოვრობს. ძირითადად არის ქართველები და უცხო სხვადასხვა ტიპის ადამიანებს და ნაყიდი აქვს მიწა. ანუ ესენი ხო აქ ამას შეხედეთ კომერციული ნახეთ ბოდიში შეგაწყვეტეთ. კომერციული ის არის პროექტი არის უბრალოდ ისინი აშენებენ და ვისაც უნდა ისინი იყიდიან. აქ იმაზე არის ისინი ჩამოასახლებენ თავის და უფასოდ დაურიგებენ ამ იმაში. ესე ვთქვათ ბინებს ხო? თავისუფლად ვიყიდიან ვისაც უნდა. კარგი. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ მე არ მომყიდიან პირობითად ვამბობ 100 ლარად კვადრატულს იმიტომ რომ 20%-ს მომყიდიან ვისაც უნდა. და 60%? ნახოთ გამოჩნდება. მე არ მგონია რომ ასე იქნება, მაგრამ არა ჩინურ ხალხს რაც იგივეს ამბობდნენ. ნუ მოხდება. თუ უნდა აქ ცხოვრება და უნდა ჩამოვიდნენ იცხოვრება. დიახ. მონოპოლია კონკურენცია დიახ. წლების განმავლობაში არა ერთი წელიწად ნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდი რეფორმების პერიოდში. დიახ. ვაღიარებთ რომ არის გარკვეულ დარგებში დაუშვათ საფარგო ფარმაცევტიკა იმპორტის აწარმოების შემდეგ. დიახ. მონოპოლიას ვარდავართ. ოლიგოპოლი, გარკვეული ოლიგოპოლიური ნიშნით შეთანხმებული ქმედება კი. თახტები? კი, კონკურენციის აგენტობა დადო დაშკდა ამას რომ შეთანხმებული ქმედებები იყო. ხო, შეთანხმებული ქმედებები იყო. იგივეა რა კი. ზემოგებისკენ მიმართული. ხო, ნუ გასაგები. მესმის რასაც გულისხმობ ზემოგებაში, ხო. ხო და როგორ უნდა აღდგეს სახელმწიფომ შექმნა თავისი პოლიტიკა. თავის სასარგებლო. ხო, სახელმწიფო უნდა გახსნას ბაზარი და ამ სფეროს რეგულირებას, მათ შორის კონკურენციის სააგენტოს საშუალებით უნდა დაანებოს თავი. ნახეთ ძალიან მარტივი არის. გამოვიდა თავის დროზე ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკურ ნიშნით ამას არ ვსაუბრობ, ხელისუფლება რომ შეიცვალა, გამოვიდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და დაავალა კონკურენციის სააგენტოს საწოვის ბაზრის კვლევა. კონკურენციის სააგენტო მოიკვლია ეს ბაზარი, თქვა რომ აქ არის ოლიგოპოლიაო, შეთანხმებული ქმედებაო, ესე ვთქვათ და მათ შორისო იკვეთებაო არასაბაზრო ინსტიტუტებში უწერიათ არასაბაზრო ინსტიტუტების ჩარევა. ოლიგოპოლიაო დაახლოებით რამდენი თამაშია? 5 იყო. 5 დაახლოებით. ხო. მესმის. ნახეთ, როარ 5 იყო, ზუსტად ციფრი ზუსტად აღარ მახსოვს, 5 4 იყო თუ 5 ზუსტად არ მახსოვს რა. ანუ ყოველ შემთხვევაში 5-ზე მეტი არ იყო. ესე მახსოვს რა. შეიძლება ხა 6 იყო, მაგრამ 5-ზე მეტი ასე მახსოვს რომ არ იყო. საქმე რაშია ნახეთ. მოიკლიეს უნდა დავაჯარიმოთო, გადააგზავნეს სასამართლოში, ნუ მე მთელი პროცესის გაიწელა, ეს პროცესი დროში და სივრცეში, მე იმის ნახევარი გადაიხადეს სასამართლოს საშუალებით. 10 წლის მერე დადგა ისევე საკითხი რა ხდება საწოვის ბაზარზე იგივე პრემიერის მიერ მეორე თუ აირჩიეს. ხო. ჯარა ნახეთ. ჩვენ სხვა მაგუც უთხეზე მე ვილაპარაკოთ. მეგობრები, სახელმწიფო როგორ არის მოწყობილი. თქვენ რომ კი, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჯარიმით დაკმაყოფილდება, მაგრამ თქვენ ფიქრობთ რომ გაემკაცრებიათ და მეტი სიმკაცრე ყოფილიყო რა მოხდებოდა? რატო შემოიღო მაგალითად მეცხრე საუკუნის დასაწყისში ამერიკაში ანტიკრიზისი? გეტყვით, ეხავე გეტყვით. არა, გეტყვით, გეტყვით. აი, ამ სახელმწიფოს ნახავთ, მაგითი ვიწყებ, ეს სახელმწიფოს არა, ნაშრომს ნახავთ. კი, თქვენ იქნებოდ არწირასაც გავუკეთებ. ნახეთ, ეს დაიწყო სხვადასხვა შტატში იყო ეს რეგულაციები და ეს დაიწყო 80-იანი წლების 1880-იანი წლებში მისურის შტატში. ეგრეთ 90 წელს მოიწვა გეტყვით პირველ მაქამდე. დაიწყო რატო? მცირე მეწარმეები გამოვიდნენ ეგრეთ წოდებული ტრესტების, დიდი კომპანიების წინააღმდეგ, რომ დიდი კომპანიები ხელოვნურად აგდებენ ფასქვევით და ჩვენ ვერ მოქმედებთ. ამის გამო, ნახეთ, დაბალი ფასების დაწესების გამო გამოვიდნენ მცირე მეწარმეები და ჩვენ ვკოტრდებითო. და შესაბამისად შემოვიტანოთო კონკურენციის რეგულაცია. შინაარსშივე ეს ხო არასწორია. ფასები თუ მცირდება, ისე უნდა ხელოვნურად ამცირებენ ამ ფასს, რომ ჩვენ ბაზარზე გავიდეთ. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, მე დიდი კომპანია ვარ, წარმოები აწყობილი მაქვს, ბევრი ტექნოლოგიურად უკეთესი ისე ვთქვათ სისტემა მაქვს შეტანილი და ფასი იაფი მიჯდება, ხო? თქვათ ხელოვნურად ესე ვთქვათ, პატარა კომპანიები რომ გაედეროთ, მაგისთვის აკეთებენ. მაგ ლოგიკას მივყვეთ. დემპინგური ფასები. ხო, დემპინგური, ეგრეთ წოდებული დემპინგური ფასები, კიდე სხვა თემა, მაგასაც შეიძლება გვექნებათ რომ შევეხოთ, ხო? და შემოიტანეს მისურის შტატში.
ამის შემდგომ 90-იანების ბოლოს 90 წელს ეგრეთ წოდებული შერმანის აქტით შემოიტანეს ცენტრალურ დონეზე ეს რეგულაცია. რა მოხდა? ხო 1880-იან წლებში, ხო 1880-იან წლებში. რა მოხდა ამის შემდგომ 10 წლის განმავლობაში? ხო, ანუ დაიწყეს რეგულაცია კომპანიებს. ამის შემდგომ 10 წლის განმავლობაში ფასები კლევით ტენდენციით ხასიათდება. ანუ მიზეზი ის, რომ თურმე 10 წლის განმავლობაში დემპინგურ ფასზე ვერ შევინარჩუნებთ ბიზნესის ჩემზე ეკონომისტი ხარ და კარგად იცით, ხო? დემპინგური ფასი და მინიმალური, ანუ წაგებაზე მუშაობდნენ კომპანიები 10 წელი? ეს რეგულაციები შემოიტანეს, სახელმწიფომ თავისი ასე ვთქვათ, არაეფექტიანი პოლიტიკა გადააბრალა იმას, ესე ვთქვათ, დიდ კომპანიებს, შემოიტანეს ეს რეგულაცია, ამითი მოიღო ბერკეტი აიღო ხელში იმისი, რომ ეკონტროლებინა ბიზნესი და ჩვენი თანაც იყო მაგალითები, აი, თუნდაც საწვავის მაგალითი თქვით, თუნდაც სამედიცინო სფერო თქვით, ფასები და ეგრევე კონკურენცია ახსენდებათ, ხო? ფასების რეგულაცია კონკურენციის საქმე არ არის. კონკურენციას ფასი აინტერესებს, იქიდან გამომდინარე, რომ ნახოს ბაზარზე არის თუ არა კონკურენცია, მაგრამ სხვა თემაზე გადავდივართ. ანუ იდეაში რო შევხედოთ. არა, მაგალითად. ხო. ნახეთ. კონკურენცია თუ არ არის, ფასები ვერ გიგება იმოქმედება. არა. ფას არ იკვლევს და ფასების რეგულაცია კონკურენციის სააგენტოს საქმე არ არის. მე თუ ხედავ, რაც კი ჩემი აზრით არასწორია, რომ წეხან ვისაუბრეთ რატოც არასწორი, დიდი ეგრეთ წოდებული ზემოგებას იღებს კომპანიები, ვიწყებ კვლევას, ბაზისას აქ ხო არის კონკურენციული გარემო დარღვეული, მაგრამ თუ ხედავ, რომ კონკურენციული გარემო დარღვეული არ არის, ფასი რაც არ უნდა იყოს, მე არ მაინტერესებს. კონკურენცია ზემოგებას ამერეთს. ბატონო? კონკურენციის პირობებში კონკურენცია ქმნის ზემოგებას და ზემოგება რა არის? არ არსებობს ზემოგება ცნება. იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ ფასი დგება გამყიდველს და ყიდველს შორის ურთიერთობით. მე თუ ვარ ამ კალამში გადავიხადო 10 ლარი ყაბულს, ეგ ზემოგება არ არის, მე ვიხთი ამას და ჩემს და გამყიდველს და ყიდველს შორის ურთიერთობის გამო შედგა ეს. ყველა ტერმინი მე მოიგონე და ზემოგება ტერმინი არის უშინაარს, ვინც ასე არ უნდა მოეგონებინა ჩემი აზრით. ყველა ბიზნესი მაქსიმალური მოგების მიღებისკენ მიისწრაფვის და რაც უფრო მეტ მოგებას იღებს, მით უფრო ჭკვიანურად ახორციელებს ამას. მე ზემოგება არასწორი ფორმით შემიძლია მივიღო ერთ-ერთ შემთხვევაში, თუ რეგულაციები, სახელმწიფოს პოლიტიკა, ანუ რეგულაციები მიწყობს ამაში ხელს და მეორე თუ ვინმე მფარველობს სახელმწიფოს, ანუ გადახლართული ვარ სახელმწიფოსთან. სხვა შემთხვევაში თავისუფალ ბაზარზე როც მივიდე ზემოგებამდე, როგორც ბჭყალებშიასაც ვამბობ, ჩვენ ანუ მაქსიმალურ მოგებამდე. როგორც კი დაინახავს სხვა კომპანია, რომ აქ დიდი ფული იშოება აუცილებლად გამიწევს კონკურენციას. ამას მუშაობს მოგების გადადინების პრინციპი. იმიტომ რომ და ეს ასე ნიშნავს, როდესაც ესე იზრდება, შემოდიან თუ არ ნორმალური პირობები, ნორმალური კონკურენტული პირობები, შემოდიან სხვა კომპანიები და ეს მოგება ისევ ნახეთ, მოდი სხვანაირი კუთხით შევხედოთ მაგას. მონოპოლია ცუდია ვამბობთ. მე თუ არ დიდი კომპანია, მე მაგ ძალიან ბევრი რესურსი იმისი, რომ რეინვესტირება გავაკეთო და პროდუქცია გავაუმჯობესო. ხო? ეხლა იმას მონოპოლიას რო უკავშირებ დიდია თუ პატარა. შეიძლება დიდები მონოპოლია არ არსებობს, აქედან დავიწყოთ. ანუ მონოპოლია არის თეორია. ის რომ ერთი კომპანია აწარმოებს ერთ პროდუქტს, რომელიც ალტერნატივა არ არსებობს. ამისი შანსი არის ფაქტობრივად 0. და ერთი კი არის შეიძლება 3 იყოს, ორი გაყიდვა. ხო, მაგასო, ანუ დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე ეგ არის. ანუ შენ შეგიძლია ფასებით მოახდინო, ანუ შენი ქმედებით გავლენა მოახდინო ბაზარზე. ნებისმიერი შენი ქმედებით იმხელა კომპანია. ფასები იყო შეთანხმების შედეგი. მათ შორის რა არის ამაში ცუდი? რასა? ხო, ნახეთ. ეგ არის საქმე. მე თქვენ თუ არ შეგითანხმდით, ხო? კარგი. საქართველოს ბანკი რომ თანხმდება დანარჩენ ორ ბანკთან. მერე? და ახლა პროცენტები როა. მერე? საქართველოს ბანკი რო თანხმდება პროცენტებიან შეხახეთ. საქართველოს ბანკი რო თანხმდება მეორე ბანკთან, ჯერ ეს საკითხი ნახოთ. რისი ბრალია? ბანკების რეფინანსირების სესხის სახით იღებენ თუ არ ვცდები 2.7 მილიარდი ლარი აიღეს. გადახლართულები არიან სახელმწიფო პოლიტიკასთან. ანუ ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები არიან მაგიტომ ამბობ რომ ჩვენ მსჯელობის დროს ხშირად კორუფციული ელემენტები დაკვირვების მიღება გვჩება. ანუ შეხედეთ ჩვენ ვამბობთ რომ ესენი არიან ცუდები, ხო? იმიტომ რომ ერთმანეთში არიან გარიგებულები და რატო არიან გარიგებულები ერთმანეთში აპრიორი ბოდიში ამ სლენგზე ვამბობთ იმას რომ ესენი ცუდები არიან. არა და ამ დროს პოლიტიკა მათ სხვა ალტერნატივას არ თავაზობს. ერთ-ერთი TBC ბანკის ხელმძღვანელი გამოვიდა თქვა რომ რას მერჩითო მე იმ პოლიტიკაში იმ გარემოებებში შევქმენი ამხელა იმპერია რომ რას თამაშის წესებსაც სახელმწიფო მაშინ მოდავ თავაზობდა იმაზე მივყებოდიო რო არ წავყოლოდი ვერ შექმნიდიო
ხო? ანუ ჩვენ ნახეთ და მეორე ნაწილი, ესენი სულდგმულობენ ეგრეთ წოდებული იოლიფულით. ეროვნული ბანკის მიერ დაბეჭდილი ზედმეტი ლარებით რეფინანსირების ეს კი საკითხი მოაქვს და ამას ანუ და წესით რა უნდა რას უნდა აკეთებდნენ? უნდა ყიდულობდნენ სხვადასხვა ბაზრებზე იაფად ფულს და აქ ყიდნენ ძვირად, ხო? ანუ უცხოურ რესურსს უნდა იძიებდნენ და არა სახელმწიფოს მიერ, ესე ვთქვათ, იოლად მოჭრილი ფული არ უნდა ქონდეთ ჯიბეში, ხო? ეს გამოიწვევდა კონკურენციას. ეს გამოიწვევდა სტიმულს იმისათვის, რომ სხვა ბანკები შემოსულიყვნენ აქ. ანუ სხვა ბანკები აქ რო არ შემოდიან და ჩვენ ეს პრობლემა რო გვაქვს, ეს არის ჩვენი არასწორი პოლიტიკის ბრალი, ანუ სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის ბრალი და არა იმიტომ, რომ საქართველოს ბანკი და თბილისის ბანკი ცუდია. იგივე სოკარი და გალფი ცუდი კი არ არის. რა პოლიტიკასაც თავაზობს სახელმწიფო, იმ პოლიტიკის ფარგლებში იქცევა ეს. ნახეთ, მარტივად რო შევხედოთ. მე დავიწყე ხოლმე ბიზნესი, პირობითად ვამბობ. ხვალ ადამიანმა ჯერ გამოიტანა სესხი, დაიწყო ბიზნესი, კაცის არავის არ აინტერესებს, ესე ნაწილი დააშენა თავისი ბიზნესი, გახდა დომინანტი თავისი უნარებით ბაზარზე და ამ დროს მოდის სახელმწიფო. იცი რა შენ დომინანტი ხარ და მე უნდა დაგაკვირდე რამე არ გააფუჭო ბაზარზე. რა ხდება იქ? იქ ხდება ძალიან მარტივი რაღაცა. ას ადამიანი ცდილობს რომ თავისი ან გადის ქვეყნიდან, ან ცდილობს რომ თავისი ბიზნესი შეინარჩუნოს, ხო? და ცდილობს რომ თავისი ბიზნესი შეინარჩუნოს ყველა ფორმით, რასაც სახელმწიფო შესთავაზებს. ბიზნესი ვარ დაინგრეს იმ ფორმაზე მიყვება. და მე ეს ადამიანი არის თურმე რომელმაც თავისი შრომით და წვალებით შექმნა არ ვამბობ რომ TV-ს იმ ვიღაცებმა ანუ არ ვამბობ რომ ყველა კომპანიამ ესე შეიქმნა თქო, მაგრამ ზოგადად ვამბობ პრინციპს ვამბობ რომ შინაარსი გავიგოთ, ხო? და მე ჩემი წვალებით შექმნილი კომპანია გლობალური და სანამ გლობალური არ ვიყავი, არავინ არ მეხმარებოდა. როგორც კი გლობალური კომპანია შევქმნი, იმიტომ შემოდი სახელმწიფო და თურმე მე უნდა მარეგულირო, სად უნდა მარეგულირო? მე თუ აღმომაჩნდა უნარი იმისი რომ ეს ამ პირობებში შემექმნა, რატო ფიქრობ რომ სხვა კონკურენციას ვერ გამიწევს და იმას არ აღმოაჩნდება უნარი? ჩვენი პრობლემა არის ხშირად ის რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ სახელმწიფოს მოგვიგვარებს გვე პრობლემას. სახელმწიფო პრობლემას ვერ აგვარებს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მენეჯერია, სტიმული არ აქვს იმისი რომ პრობლემა მოაგვაროს. პრობლემას ვერ აგვარებს, რეიგანის არ იყოს თვითონ არის პრობლემა. ხო, ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება ამ რეგულაციების პრობლემა და კონკურენციის პოლიტიკაც ერთ-ერთი ნაწილია. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება პრობლემა ბიზნესისთვის და წნეხი და არა ის, რომ თურმე კონკურენციას დაიცავს და ამით ბიზნესი განვითარდება. იმიტომ გითხარით, რომ შეთანხმებული ქმედება კონკურენციის ნაწილია. იმისთვის რომ მე გამოსხვილდე ბაზარზე შეგითანხმდები თქვენ და შევეცდები რომ სხვა კომპანია დავძირო. ყველა ბაზარი როცა ვითარდება, ამას მიდრეკილება აქვს, გითხრა რომ გამოსხვილდეს. ხო? გიჟი ხო არა ვარ, ეხლა პატარა კომპანია ვარ, თქვენ მინდა გამოსხილება, შევხედე რომ თქვენ ჩემნაირ პროდუქტს აწარმოებთ და მოდი მე იმის ჩასაძიროთ, შევთანხმდეთ. დღეს ჩავძირავთ იმას, მაგრამ ხვალ სხვა მოცენდება იმის მაგალითად, რომელიც სიოსუს მე ჩამძიროს. და ამაში რა არის? ცუდი, ამაში ხო მომხმარებელი იგებს. მე მინდა არ მინდა ამ ბრძოლაში, სანამ ამ ბრძოლაში ვარ, დაბალ ფასს ვაწესებ. ხო? შეიძლება დემპინგური ფასის დავაწოდე, რასაც ამბობ, ეს დემპინგური ფასი ხო მომხმარებელი ხეირობს ამით. ხო იაფად ყიდულობს პროდუქტს. მაგრამ კი ბატონო. კი ბატონო, ნებისმიერ დროს თანახმავარ. დიდი მადლობა თქვენი მოწვევისთვის და იმის საშუალების მოცემისთვის, რომ ესე ვთქვათ, აზრთა გაცვლა გაუწვლის საშუალება გქონდა. ეხლა ცოტა ზოგადი გამოგვივიდა და ბევრ თემას შევეხეთ. შემდეგში შეგვიძლია დავაკონკრეტოთ კონკრეტული თემები და იმ თემებს არ გავუცდეთ და იმის გარშემო ვისაუბროთ. უღრმესი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და უღრმესი მადლობა მაყურებელს.